მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ისევ ნალექს პროგნოზირებენ, ამან კი მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს. 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა მხოლოდ 16 გრადუსამდე გათბება. გადაუღებელ წვიმას და არამდგრად ამინს კი მეტეოროლოგები მაისშიც ვარაუდობენ. რომ არა კალენდარი დღევანდელი ამინდის შემხედვარი ადამიანი ძნელად თუ დაიჯერებს, რომ სულ მალე გაზაფხულს საფხული შეცვლის. თბილისის მოსახლეობას ისევ ქურთუკები და ლაბადები აცვია. თავდება უბრალოდ აპრილე-მაისი მოდის და დავდივართ კურთკებით კიდე. სიცივეები საშინელი, იმიტომ რომ რაღაცა სახში ვერ გაიგებ გათბობა ჩართო არ ჩართო, გამორთო არ გამორთო, რაღაცა ესეთი არის რა. მოკლედ ცუდ ხასიათზეც გაყენებს კიდე ეს ამინდი. ძალიან ცუდი აპრილი გვაქვს. ასეთი აპრილი ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს, წვიმები დიდია. ძალიან დააზარალა ჩვენი სამშობლო, ნახევარი საქართველო წაიღო ფაქტიურად. საქართველოში ამინდის გაუარესება ჩრდილოეთიდან შემოსულ ცივი ჰაერის მასებს უკავშირდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესება 22 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექის ინტენსივობის ზრდა და ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობაა მოსალოდნელი. ნალექების რაოდენობა აქ შედარებით მეტი გვექნება. ჰაერის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით დაიკლებს, სადღაც 10-12 გრადუსის ფარგლებში გვექნება და ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. მაღალმთაში ველოდებით თოვლს. უახლოესი 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა 15-16 გრადუსს არაცდება. 29 აპრილიდან კი ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და შედარებით დათბება. თუმცა 10 მაისიდან რამდენიმე დღით არამდგრადი ამინდი კვლავ მოსალოდნელია. 29 აპრილიდან ნალექების ინტენსივობა შედარებით დაიკლებს მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ 10 მაისის ჩათვლით საქართველოში ველოდებით კვლავ არამდგრად ამინდებს. მაისის შუა რიცხვებიდან კი თბილისში მკვეთრი დათბობაა მოსალოდნელი. ცივ ამინდს და უხვნალექს მწველი მზე და უღრუბლოდ საშეცვლის. გრძელი ზამთრის და ხანმოკლე გაზაფხულის შემდეგ ცხელი ზაფხული დადგება.